არ მშია, მაგრამ რაღაცა მაინც მინდა. იცი რატო გიჩნდება ჭამის სურვილი მაშინ როცა არ გშია? ჩვენ ხშირად მივირთმევთ სტრესის ფონზე, დაღლილობისგან, მოწყენილობისგან, უბრალოდ ჩვევების გამო, ყავახოტკბილეულის გარეშე არ შეიძლება. ან სხვები მივირთმევენ და ჩვენც შეუერთდებით ხოლმე. ეს ემოციური კვებაა. ტვინი ამ დროს ეძებს დოფამინს და არა საკვებს. როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ნამდვილი შიმშილი და სტრესული კვება? ნამდვილი შიმშილი მოდის ნელ-ნელა. ემოციური კი ჩნდება უეცრად. ნამდვილი შიმშილის დროს ნებისმიერი საკვები დამაკმაყოფილებელია, ხოლო ემოციური დროს ჩვენ ვეძებთ რაღაცა კონკრეტულს. ასე დროს შესთავს დაუსვი შეკითხვა. ეხა ბოსტნეულსაც მიირთმევდი? თუ პასუხია არა, მაშინ არ გშია. სურვილსა და შიმშილს შორის განსხვავების ცოდნა პირველი ნაბიჯია ემოციური კვების კონტროლისკენ.